დაბადება. თავი მე-12. უთხრა უფალმა აბრამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამა შენის სახლიდან, იმ ქვეყანაში, რომელსაც გაჩვენებ. დიდერად გაქცევ, გაკურთხებ, განვადიდებ შენ სახელს და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს და იკურთხება შენში დედამიწის ყველა ტომი. წავიდა აბრამი, როგორც უფალმა უთხრა, და ლოტიც წავიდა მასთან ერთად. 75 წლის იყო აბრამი, ხარანიდან რომ გავიდა. თან წაიყვანა აბრამმა სარაი, თავისი ცოლი, ლოტი, თავისი ძმისწული, მთელი ქონება, რაც მოიხვეჭეს, ყმები, რომლებიც ხარანში შეიძინეს და გაუდგნენ ქანაანის ქვეყნის გზას და მივიდნენ ქანაანის ქვეყანაში. გადაიარა აბრამმა ის ქვეყანა შექემამდე, მორეს მუხამდე, ქანაანელნი ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში. გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: შენ შთამომავლობას მივცემ ამ ქვეყანას და იქაუგო აბრამმა სამსხვერპლო უფალს, რომელიც გამოეცხადა მას. გაემართა იქიდან მთისკენ, ბეთელის აღმოსავლეთით და იქ გაშალა კარავი. ბეთელი დასავლეთით იყო, ხოლო ჰაღაი აღმოსავლეთით. იქაუგო სამსხვერპლო უფალს და მოუხმო მის სახელს. დაიძრა აბრამი და სამხრეთისაკენ გააგრძელა სვლა. შიმშილი იყო იმ ქვეყანაში და წავიდა აბრამი საცხოვრებლად ეგვიპტეში, რადგან ძალიან მძვინვარებდა შიმშილი. ეგვიპტეს რომ მიუახლოვდნენ, უთხრა აბრამმა სარაის, თავის ცოლს: ვიცი, რომ ძალიან ლამაზი ქალი ხარ. დაგინახავენ ეგვიპტელნი და იტყვიან: მისი ცოლიაო, მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ. ამიტომ თქვი, რომ დახარ ჩემი, მაშინ კარგად მომექცევიან და მაცოცხლებენ შენს გამო. როცა მივიდა აბრამი ეგვიპტეში, იხილეს ეგვიპტელებმა ეს ქალი, რომელიც ძალიან მშვენიერი იყო. ნახეს ფარაონის დიდებულებმაც და უქეს ფარაონს და წაიყვანეს ქალი ფარაონის კარზე. კარგად მოექცდნენ აბრამს მისი ცოლის გამო. ჰყავდა აბრამს ცხვარი და პირუტყვი, ყმანი და მხევალნი, სახედრები და აქლემები. დიდად დაასნეულა უფალმა ფარაონი და მისი სახლი სარაის, აბრამის ცოლის გამო. იხმო ფარაონმა აბრამი და უთხრა: ეს რა მიყავი, რატომ არ მითხარი, რომ შენი ცოლი იყო ეს ქალი? რატომ თქვი ჩემი და არისო, მე ხომ მის ცოლად შერთვას ვაპირებდი? აი შენი ცოლი, წაიყვანე და წადი აქედან. უბრძანა ფარაონმა თავის ხალხს და გაისტუმრეს აბრამი და ცოლი მისი და წაიღეს თან რაც გააჩნდათ.